თუ ზოგიერთმა ამ ჩემი ვიდეო ჩანაწერების მომსმენთაგანმა ანუ გონება დაქვეითებულმა ვერ გაიგეს თუ რა განვაცხადე მე ჩემ წინა ვიდეოებში ვიდეო ჩანაწერის მეშვეობით თუ რა განცხადებები გავაკეთე თუ რა მომართვები გავაკეთე საზოგადოების ახალგაზრდების მისამართით მე კიდე ერთხელ შევეცდები უფრო დაგეჭილად რომ აგიხსნათ ცივილიზაცია სამყაროს მოჰფინა ჩვენმა წმინდანმა ანუ ქალღმერთმა თამარ მეფემ ჯერ კიდევ მე-13 საუკუნის დასაწყისში და მე-12 საუკუნის ბოლოს თავად დავით აღმაშენებელმა და დღესდღეობით ჩვენ მაგალითებს და ნიმუშებს ხან ევროპიდან ვიღებთ, ხან ჩინელებიდან, ხან ამერიკელებიდან, ხან კიდევ ვიღაცაებიდან. ისინი ჯერ კიდე კაციჭამიებად იყვნენ მოხსენიებულნი და ცნობილნი სამყაროში, როცა საქართველოში ცივილიზაცია და თანამედროვეობა და ჰუმანურობა უმაღლეს დონეზე იდგა. დღეს ჩვენ რა დღეში ვართ? თან ეს ბოლო 35 წელია ამ ნაზირალა მთავრობების ხელში, რომლებთაგანაც არცეთ მათგანს ქართული სულისკვეთება არ გააჩნიათ. ქართული გვარი არაფერს არ ნიშნავს. თუ სულით ქართველი არ ახარ, ეგ შენი ფუჭი გვარი, გვამის თვალია. მე კიდე ერთხელ მოგახსენებთ. ანუ გაცნობებ ჩემიერ უშუალოდ თამარ მეფეზე მიზღვნილი ლექსიდან ამონარიც. თურმე იმჟამ თამარ მეფე ყველა გუნგტარ სითბოს გვრიდა და ხან თურმე მწუხრად ყოფებს წყალის ნაცვლად შემსახურიდა, მაგრამ დღეს კი ამ გუნგტარებს სითბოს ნაცვლად შავ დღეს გვრიან და წყლის ნაცვლად მწუხრად ყოფებს ხანშხამს და ხალ აფსაღურიან. აი ეს არის წარესიმართლე ქართველნო. ხარადა თამარს არც სილამაზე აკლდა და არც აზროვნება საღი, სულით იყო როგორც ლომი თვალპირსახით კი ზეზელაღი. გამიგეთ ახლა ქართველნო. ან იქნებ ერთად ვიმღეროთ და თან გავაგოროთ ზარი, თან ჩვენ მეფეს შეურაცხყოფს შიგპირჩი შავთხარით ზარი. მაგრამ თუ ჩვენ გულით გვეყვარება უფალის და წინაპარი, ჩვენ ვერც ვეფხვი შეგვედრება და ვერც ლომი და აფთარი, აბა მაშინ რაღაც გვინდა ან მამული და ან გული, თუ ჩვენ აღარ გვეყვარება აღარც ღმერთი და არც ჯული. მაგრამ თუ თქვენც გჯერათ რომ სამშობლო უფლის ტოლფასი განძია, მაშ მოდი ერთად დავლოცოთ თამარ მეფეს და ვარძია. უფალი იყოს მთელი ფარველი და მწყალობელი, ჭირშიც, ხინშიც და ძილშიც. ყოფილი მსჯავრდებული ჯევა შაინზე გახლავართ.